მოგესალმებით, შემოძვირფასებო ყველას, მოგიკითხავთ და მადლობით მინდა როგორც ყოველთვის დავიწყო, მადლობა თქვენ, ვინც ჩემი არხი გამოიწერა, ვინც დამიკომენტარა, დამილაიქა. ვისაც არ გამოგიწერიათ არხის სტუმრებს, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ენერგიების გაცვლისთვის, ჩემთვისაც და თქვენთვისაც. რადგან ამ სამყაროში ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული, შემოკარგებო, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ ნებისმიერი სახით. ძალიან მადლობელი დაგრჩებით და ვისაც სურვილი გექნებათ ჩემთან დაკავშირების, მე ვიდეოს კომენტარებში დავდებ ჩემს Facebook links, სადაც შეგეძლებათ რომ დამიკავშირდეთ და მომწეროთ შემოძვირფასებო. ძალიან დაკავებული გრაფიკის გამო აზრი არ აქვს საკონტაქტო ტელეფონის ნომრის დატოვებას, Facebook-ის საშუალებით დამიკავშირდით და შემდეგ შევთანხმდებით ყველანაირად ყველაფერს ერთი სიტყვით, ვისაც სურვილი გექნებათ, მე მოხარული დაგვრჩები. და ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, რა გადაწყვეტილება მიიღო ჩაფიქრებულმა პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი კითხვა იქნება, როგორი ურთიერთობა ამჟამად თქვენ შორის და შემდეგი მთავარი კითხვა იქნება, რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან დაკავშირებით, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ შემოძვირფასებო და მე დავიწყებ გაშლას. მაშ ასე პირველი კარტი როგორია ამჟამად ურთიერთობა წყვილს შორის. როგორია ამჟამად ურთიერთობა წყვილს შორის. როგორია ამჟამად ურთიერთობა წყვილს შორის. ერთი კარტი სავამატებ და შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღო პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილება მიიღო, რა გადაწყვეტილება მიიღო და რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში, პირველი ვარიანტი. და შემდეგ მეორე ვარიანტი. როგორია ამჟამად ურთიერთობა, ვინც მეორე ვარიანტს აირჩევს წყვილს შორის, ხო, როგორია ამჟამად ურთიერთობა? როგორია ამჟამად ურთიერთობა და მეორე კითხვა, რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში. პირველი და მეორე ვარიანტი, პირველი და მეორე აირჩეთ ვარიანტი. მე გადავდებ მეორე ვარიანტს, დავიწყებ პირველი ვარიანტით და მას ვნახოთ როგორია ამჟამად ურთიერთობა თქვენს შორის. 6-იანი პენტაკლი, იეროფანტი და კვერთხის ტუზი შემოძვირფასებო. როგორ გითხრათ, შემოკარგებო, მე მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ურთიერთობა წყვილს შორის შეიძლება ითქვას, რომ არის სტაბილური, ყოველ შემთხვევაში სტაბილური, მაგრამ შესაძლებელია ურთიერთობაში იყოს რაღაც სხვაობა. ეს სხვაობა შესაძლოა იყოს ასაკობრივი სხვაობა, შესაძლოა იყოს სტატუსით სხვაობა, ანუ შესაძლოა ერთ-ერთი წყვილი უფრო როგორ გითხრათ, სტატუსის მატარებელი იყოს, ანუ მატერიალური თვალსაზრისით უფრო ძლიერი, უფრო მყარად ფეხზე დგომი ვიდრე მეორე და აქ არის ურთიერთობაში ყოველ შემთხვევისთვის არის ისეთი ფაქტორი, როდესაც წყვილი ცდილობს რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს წონასწორობა და არის ემოციური მხარდაჭერა, გვერდში დგომა, მატერიალური მხარდაჭერაც შესაძლებელია ერთად იყოს, არ არის გამორიცხული, რომ გქონდეთ რაღაც საერთო ხედვა, საერთო რაღაც შეხედულებები გარკვეულწილად სხვადასხვა საკითხებზე, ხო? და ასევე არ გამორიცხავ იმასაც, რომ ერთ-ერთი პარტნიორი ურთიერთობაში იყოს შედარებით ასაკობრივი სხვაობაც იყოს, შემოძვირფასებო. ანუ როგორი მომენტია აქ სტაბილურ ურთიერთობას მიჩვენებს, შესაძლოა არის ვნებაც ურთიერთობაში, მაგრამ არის მოზომილი ეს ყველაფერი ლტოლვა, მაგრამ მე უნდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პარტნიორი აქ უფრო მეტს გასცემს ურთიერთობაში, უფრო მეტს აკეთებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ერთ-ერთ პარტნიორს, ვიდრე მეორეს, რადგან 6-იანი პენტაკლი, ჩვენ ვიცით, რომ არის ისეთი ურთიერთობა, როდესაც შესაძლოა იყოს ურთიერთობაში ისეთი სიტუაცია და ისეთი მომენტი, როდესაც ერთ-ერთი მხარე უფრო მეტად ზრუნავს და ერთ-ერთი მხარე უფრო მეტად იხარჯება ურთიერთობაში, ვიდრე მეორე უფრო მიმღებია, ხო, მიმღებია იმ ემოციის, იმ გრძნობის. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აქ არის ძალიან სტაბილური ურთიერთობა, შესაძლოა იყოს რაღაც
სულიერი ღირებულებები, ერთნაირი რაღაც შეხედულებები, მაგრამ მოზომილი ყველაფერი, ხო, შეიძლება არის ვნებაც და რაღაც ინიციატივა იმის, რომ რაღაც შეიცვალოს, ხო, ურთიერთობაში, რაღაც იმპულსი არის გაჩენილი, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან მოზომილი, ჩემო ძვირფასებო, მოზომილი, მაგრამ ურთიერთობაში გავიმეორებ ისევ, რომ ერთ-ერთ მხარეს უფრო მეტი რესურსი შეაქვს ურთიერთობაში, ვიდრე მეორე მხარეს. Ну, აი ასეთია თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის. თუ გეცნოთ ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ეს ვარიანტი არის თქვენი და გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა, ამ პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში. ძალის არკანი ამოვიდა, ძალის არკანი, შემდეგ პაჟი თასის და რვიანი პენტაკლი. ჩემო ძვირფასებო, ესე იგი რა გადაწყვეტილება მიიღო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალის არკანი მიგვანიშნებს იმას, რომ ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში, ძალიან დიდი ვნება, მიჯაჭვულობა, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მოთმინებით და ძალისხმევით აკონტროლებს პიროვნება თავის ემოციებს. აი იმ შინაგან როგორ გითხრათ, შინაგან მუხტს, შინაგან ენერგიას, რაც შიგნით აქვს ამ პიროვნებას, ძალიან დიდად აკონტროლებს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ გააკონტროლოს, შეიკავოს შინაგანად ხო თავი ამ ყველაფერზე, რომ აი არ გახდეს ეს რაღაცნაირად თვალში საცემი და ცდილობს, რომ მოგიდგეთ რაღაცნაირად რბილად იმოქმედოს თქვენს მიმართ, რაღაც გამოხატოს მეტი სითბო, უფრო ნაზი ემოციები, ხო, რაღაც სიმპათია და ზრუნველობა გამოიჩინოს თქვენს მიმართ. გულწრფელი ემოცია აქვს ამ პიროვნებას თქვენს მიმართ. ნამდვილად გრძნობს აი შინაგან სითბოს, სიყვარულს, პატივისცემას, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით პაჟის დონეზე, ჩემო ძვირფასებო. ანუ ეს რას ნიშნავს? პიროვნება ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის თავის გრძნობაზე, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მუშაობს ამაზე, ამ ყველაფერზე, ამ ურთიერთობაზე. რვიანი პენტაკლი გვიჩვენებს იმას, რომ პიროვნება მზად არის, რომ აი ეს ურთიერთობა, რომელიც თქვენთან აქვს, შეინარჩუნოს, განავითაროს, გააუმჯობესოს ერთი სიტყვით, შინაგან ვნებას ყველანაირად ცდილობს, რომ გააკონტროლოს და უფრო რბილად და უფრო რაღაც რომანტიკული სახე მისცეს ამ ურთიერთობას და უფრო გულწრფელი, უფრო რეალური იყოს და ამ ყველაფერს აკეთებს ძალიან დიდი მოთმინებით და პიროვნება მზად არის იბრძოლოს ერთი სიტყვით აი ამ კავშირის გასაძლიერებლად, გასავითარებლად და აი ასეთი გადაწყვეტილება აქვს ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში. ჩემო პირველ ვარიანტო, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ. მე მადლობას მოგიხდით. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, რომ აღარ გაგვიგრძელდეს ძალიან. ეს არის მოკლე ექსპრეს გაშლა და ვნახოთ მეორე ვარიანტის ურთიერთობა ამ მომენტისთვის როგორია, ხო? წულს შორის ურთიერთობა როგორია? კვერთხის 7-იანი, სამყაროს არკანი და აქ რა გვაქვს 7-იანი თასი. ჩემო ძვირფასებო, აქ მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, აქ აშკარად არის ურთიერთობა დაძაბული, ორაზროვანი, გაურკვეველი. შესაძლებელია ურთიერთობაში არის რაღაც უსიამოვნება, განხეთქილება. ერთ-ერთი მხარე ურთიერთობაში რაღაცნაირად ან საკუთარ თავს ებრძვის, ან ეწინააღმდეგება პარტნიორს რაღაც გარკვეულ საკითხებში და ცდილობს რაღაცნაირად მყარად შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, თავისი უპირატესობა, რაღაც მოიპოვოს თავისი უპირატესობა. შესაძლებელია იყოს ასევე ისიც, რომ რაღაც არის კონფლიქტური სიტუაციები, რომელშიც ერთ-ერთი პარტნიორი რაღაცნაირად ცდილობს, რომ თავისი პოზიცია გაიმყაროს, ხო? დაიკავოს ის ადგილი, რომელიც და ის თავისი რაღაც ცდილობს რაღაცნაირად, მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი შეხედულებების დაცვას და ერთი სიტყვით საკმაოდ რთული პოზიცია აქვს და რთული ურთიერთობა. შესაძლებელია კომუნიკაციაც დაძაბულია. სამყაროს არკანი რაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლებელია ცდილობთ, რომ დაასრულოთ ეს ურთიერთობა, დასრულდეს და რაღაცნაირად ან ცდილობთ, რომ ფიქრებში და
თქვენ შინაგანი განცდა ისეთი გაქვთ, რომ ხომ არ დაასრულოთ ეს ურთიერთობა, მაგრამ ჯერ ხართ გაურკვევლობაში კიდევ, ხო? რაღაც გინდათ დასრულება და ახალი ციკლის დაწყება. თითქოს აი ან იმ სიამოვნების დასრულება, რაც ამ მომენტისთვის გაქვთ ურთიერთობაში, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვევლობა გაქვთ იმის გამო, რომ შესაძლოა კომუნიკაციაც არ არის მარტივი თქვენ შორის, ჩემო ძვირფასებო და ვერ გაგირკვევიათ საით მითის ეს ურთიერთობა, რა ბედი ეწევა, ხო? ანუ რაღაც დაბნეულობა და ილუზია თითქოს ვერ ხედავთ რეალურად სურათს იმ ურთიერთობის, რა იქნება მომავალში, შესაძლებელია და გიჭირთ რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის გაკეთება და ერთი სიტყვით აქ საკმაოდ რთულ ურთიერთობაზე გვიჩვენებს, თუ გეცნოთ საკუთარი პოზიცია და საკუთარი სიტუაცია გააგრძელეთ ყურება მეორე ვარიანტმა, რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა, ვინც ჩაიფიქრეთ თქვენთან მიმართებაში. ვნახოთ შეყვარებულების არკანი, 4-იანი კვერთხი და მაგის არკანი, ჩემო კარგებო. შეყვარებულის არკანი მიუთითებს რაღაც არჩევანზე, ურთიერთობაზე, პიროვნებას აქვს რეალურად თქვენს მიმართ დიდი ტოლვა, დიდი რაღაც ვნება, პიროვნებისთვის ძვირფასი ხართ, ჩემო ძვირფასებო. პიროვნება ცდილობს რაღაცნაირად რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნოს ის კავშირი, რაც გაქვთ და მნიშვნელოვანი ხართ ერთი სიტყვით და ცდილობს ამ ეს ყველაფერი გააკეთოს რაღაც გულიდან, ხო? ანუ მიიღოს რაღაც გულითადი გადაწყვეტილება, გააზრებული გადაწყვეტილება. 4-იანი კვერთხი იმას მიმანიშნებს, რომ შესაძლებელია პიროვნებას უნდა თქვენთან სტაბილური ურთიერთობა, ხო? სტაბილური ურთიერთობა, შეხვედრა, თანაცხოვრება შესაძლებელია. უნდა რაღაცნაირად პიროვნება რომ დაალაგოს ეს სიტუაცია თქვენ შორის რა დაძაბული სიტუაციაც არის ამ მომენტისთვის პიროვნებას სურს ამ ყველაფრის დალაგება და მაგის არკანი მას მიგვანიშნებს აქ რომ მაგი არის ცოტა манипуляტორი პიროვნება, მაგრამ ინიციატივიანი პიროვნება, მას შეუძლია ის გრძნობს თავის ძალას, თავის ენერგიას, რომ შეუძლია ეს ურთიერთობა რომ გადაარჩინოს ერთი სიტყვით და დაალაგოს და სტაბილურ ჩარჩოში მოაქციოს ერთი სიტყვით. მას გადაწყვეტილი აქვს ან შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა, ან მისცეს ისეთი სახე, რომელიც იქნება, როგორ გითხრათ, იცით, მას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, მინდა გითხრათ და ის სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ შეინარჩუნოს ეს სტაბილურობა ურთიერთობაში და ახლიდან დაიწყოს ყველაფერი, ხო? ანუ პიროვნებას რეალურად თქვენს მიმართ აქვს სერიოზული გრძნობა და უნდა რომ ეს რაღაც სირთულე, რომელიც ამ მომენტისთვის თქვენს ურთიერთობაშია, დასრულდეს და იყოს კომუნიკაცია, სტაბილურობა, შეხვედრა და სიყვარული ერთი სიტყვით, აი ესეთი მიზანი და გადაწყვეტილება აქვს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ჩემო ძვირფასებო, ნახოთ რა იქნება. ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობას მოგახსენებთ მე თქვენი დროის დათმობისთვის. დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. თქვენი კომენტარები ყოველთვის მახარებს ჩემო ძვირფასებო. მადლობა და ნახვამდის.